ჩვენი კუთხე და ჩვენი სამშობლო მთელი არსებით უნდა გვიყვარდეს, მთელი გულით უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო. ჩვენ ღვთის გამო გვეცა ეს ქვეყანა, დედა ღვთისმშობელ მოგცა ეს ქვეყანა, ღმერთმა ინება და თქვენ ყველანი ამ ქვეყანაში გაგაჩინათ. ეს იცით ამხელა პატივია რომ დაიბადო ქართველად, რომ დაიბადო ამ ქვეყნის შვილად და ესე ყველაფერი ღმერთმა ესე ბუნებრივად ყველაფერი მოგცეს. უდიდესი პატივია ეს, საღვთო პატივია ეს. ვიღაცა არ მინდა სამპარტავნებაში ჩავამართოს, მაგრამ მართლა ესია, ამ ქვეყანას ძალიან ბევრი სისხლი აქვს დაღრული, ძალიან ბევრი, იმის რომ დღევანდელ დღემდე ჩვენი ერი მოსულიყო, იმიტომ რომ ჩვენ მონური აზროვნება არ ქონოდა, ამიტომ მოვიდა დღემდე ეს ქვეყანა და ეს ქვეყანა არასოდეს და ქართველები არასოდეს არავის შემყურენი არ ვიყავით, არასოდეს არავის შემყურენი არ ვიყავით. ქართველი კაცი ყოველთვის უყურებდა ღვთისმშობელს და მის იმედად იყო, ყოველთვის წმინდანების იმედად იყო, რომ რამდენჯერაც ვინმეს რამე დახმარება ვთხოვეთ ქართველებმა, არასოდეს არავინ არ დაგხმარებია, არასოდეს არავინ დაგხმარებია. წაიკითხეთ საქართველოს ისტორია და ნახავთ, რომ საქართველოს არასოდეს არავინ არ ეხმარებოდა. გარდა ღვთისმშობელის და გარდა წმინდანებისა და რაღაცა ძალიან მინდა ესო ქართველის გონებაში ეს მთელი არსებით ჩაიბეჭდოს, რომ ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ხსნა მხოლოდ არის ღვთისმშობელში და არის ჩვენი ხსნა წმინდანებში. სხვა ხსნა, სხვა გადარჩენა ჩვენ მართლა არ გაგვაჩენია და ერთმანეთის გატანა. ერთადერთი რამე, რაც ქართულ კაცს აკლია, როგორც წმინდა ამბროსი ხელაი ამბობს, წმინდა ამბროსი ამხსარებელი ამბობს, ეს რამე სამოს. ქართულ კაცსო ორი რამე აკლიაო, მხოლოდ ორი რამე აკლიაო. დანარჩენი ყველაფერი მიცა ღმერთაო. ერთიო, ერთმანეთის გატანაო და ერთმანეთის სიყვარულიო და მეორე შრომის მოყვარეობაო. აი ამ რამეს რო შეიძლებაო ქართველი კაციო, ერთმანეთის გატანას და ერთმანეთსო არ დაუჭამ და ერთმანეთს რო არ შევჭამთ. ამას თუ ისწავლოს ქართველი კაცი და მეორე თუ ქართველი კაცი ისწავლის შრომის მოყვარეობას, ამ ქვეყანას არასოდეს არაფერი არ დააგდო, იმიტომ რომ ყველაფერია ამ ქვეყანაზე იმისთვის, რომ შენ აქ ბედნიერი და კარგად იყო. შენ სხვაგან გასაქცევი არა გაქვს არსად. აქ ისეთი მიწაწყალია, რომ არ ვიცი, ხშირად მიფიქრია ხოლმე ამაზე, ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. ებრაელებმა უდაბნო ააყვავეს. ებრაელებმა უდაბნო ააყვავეს და უდაბნოში მოყავთ სოფლის მეურნეობის ნაწილი, რომელსაც გარეთ ყიდია, სხვა ქვეყანაში ყიდია. ჩვენ გვაქვს, რავი, 64 და ამ 64-ში ადამიანები მშივრები არიან. მე მინახავს სოფელში ადამიანი, რომელსაც 1 ჰექტარი მიწა აქვს და მშიერია და საჭმელი არ აქვს. 1 ჰექტარი მიწა აქვს და მწვანილი არ აქვს სახში. მწვანილს ყიდულობს 1 ჰექტარი მიწა აქვს, 9 ჰექტარი მიწა აქვს და მშიერია. აი ვერ ვიჯერებ ამას, იმიტომ რომ ესე ქართველი კაცი ესე არ იყო. ზოგჯერ ვასრულავ ხოლმე, თაში ვასრულავ ხოლმე, ხევსურეთში და იმაში. ადრე მეუნებოდ ეს მთებიო სულ დამუშავებული ქონდათ. ვიცი როგორ ადგილზე ხნავდნენ თასავდნენ. აი ეგეთ მთაზე ხნავდნენ, რომ იქ საკვები მოიყვანათ. და ადამიანს ესეთ მიწაზე უკვე მუშაობა აღარ უნდა. ესეთ მიწაზე აღარ მოყავს არაფერი და მინდა რომ ეს რაღაცა თელი არსებით შეიგროთ. მინდა რომ ქართველმა ახალგაზრდებმა წიგს მოკიდოს ხელი, იმეცადინონ, ისწავლონ, იშრომონ, ერთმანეთის შეიყვარონ და ეკლესიას დაემოწაფონ. სხვანაირად ამ ქვეყნის გადარჩენა და ამ ქვეყნისა არ იქნება. დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება ტალანტების შესახებ. 5 ტალანტი მიცა ერთ ადამიანს, ერთ 2 ტალანტი მიცა, ერთ 1 ტალანტი მიცა, წარმოიდგინეთ. ამან ვისაც 5 ტალანტი მიცა, ადგა და მეორე 5 შეძინა. მეორეს რომელსაც 2 ტალანტი მიცა, ემან კიდე 2 შეძინა. და მესამეს რომელსაც 1 ტალანტი მიცა, ემან 1 ტალანტი დამარხა მიწაში, ჩაფლა. როცა მივიდა მაცხოვა და მოიკითხა, დიდი ხნის შემდეგ მივიდაო და მე მოკითხა ყველას ეს ტალანტები. და ვისაც 5 ჰქონდა, ემან თქვა, მე ამ 5-ო კიდე 5 დაომატეო. და მაშინ ეუბნება, კეთილო და სახიერო და მართალო მონავ. შენ ცირეს უფრო მეც მოგცემ, შენ რადგან 5-ია კიდე უფრო მეც მოგცემ, შენთვის 60-ია გარანტირებული. შენ საოცარ სიკეთეს მოგცემ. მე 2 ტალანტი იმასაც ეუბნება, იმანაც ეუბნება, გაომრავლეო, იმასაც იგივეს თქოს ეუბნება ღმერთი. და მე მესამე სამედის და ეუბნება, რომ შენსაც წაიღე შენი ტალანტი, ის ეუბნება, შენო ვიცი ძალიან მკაცრი ხარო და მეო ეს ტალანტი დაომალეო, მიწაში ჩავფალიო ეს ტალანტიო, რომ მე შინოდაო, რომ ჩემთვისო მე ეს არ მოგეკითხაო და უკან გიბრუნებო შემოცემულსო. უკან მაბრუნებო ამ შემოცემულს. და მაშინ ეუბნება, შენო სატანჯველში წახვალო, შენო დაიტანჯები ამის გამო, იმიტომ რომ შენ არ გინდოდა ის ტალანტი გაგემრავლებინა, რაც შენ ჩემგან მოგეცაო, რაც მოგეცი. ამის გამრავლება შენ არ მოინდომეო. ამიტომ ისი წაგერთმევა რაც მოგეცაო და იმას მიეცემა, ვისაც ბევრი მიეცაო. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ჩვენ ღვთისგან უამრავი ტალანტი მოეცა ჩვენ ერთად ჩვენ ქვეყანას და თითოეულ თქვენგანს უამრავი ტალანტი მოგეც ღვთისგან. ადამიანმა ეს ტალანტი არ უნდა შთაფლოს და არ უნდა დაამალოს ეს ტალანტი. ეს უნდა გაამრავლოს. უნდა გაასმაგო ეს ტალანტი, ღვთისგან მოცემული ნიჭი, რომელიც ღმერთმა მოგცა შენ გადასარჩენად, შენ სულის საცხონებლად. არ შეიძლება შენ ქრისტიანი აშრომობდე, გაზდა არ გინდოდეს, ქრისტეში გაზდა არ გინდოდეს.